მერაბ დვალიშვილი, ადამიანი, რომელმაც ურთულესი გზა გამოიარა, გახდა UFC-ს ჩემპიონი და ამარცხა მის დივიზიონში საუკეთესოები, თან ისე, რომ დომინირებდა და მათზე მინიმუმ 3-4 თავით მაღლა იდგა. ეხლა რევანში დამარცხდა რუს მებრძოლთან, პიოტრ იანთან და დაკარგა საჩემპიონო ქამარი, მაგრამ ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩვენ გონია. ამერიკული ორგანიზაციის ჩანაფიქრი და გეგმა, რა იმალება ამ ყველაფრის უკან, რა არის მარცხის რეალური მიზეზი. ამ ყველაფერს გაიგებთ დღევანდელ ვიდეოში. ვცდილობ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციები მოვიძიო და გავაკეთო საინტერესო კონტენტი. როგორც ხედავთ გამომდის, ამიტომ მოიწონე ვიდეო და გამოიწერე არხი. შენ ეს მხოლოდ 3 წამს წაგართმევს. არხს კი ზრდაში დაეხმარები, ვისაც ჯერ არ გინახავთ ცოტა ხნის წინ დაიდო ვიდეო ფაქტები კვარაცხელიას შესახებ, რომლებიც დაგვიმალეს. ამ ვიდეოს ყურების შემდეგ გირჩევთ გადახვიდეთ და უყუროთ. ეს არის არხი ფუტვიჟენი. კომფორტულად მოკალათდით და დავიწყოთ. UFC 323-ის მთავარი მოვლენა, ქართველი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის მიერ დაკარგული ქამარი. დავიწყოთ იმით, რომ პიოტრ იანი ნამდვილად მზად იყო ამ ბრძოლისთვის. თითქმის იდეალურადაც მოემზადა და მე როგორც ნებისმიერი თქვენგანი ცოტა შოკშიც ვიყავი, რადგან მსგავსი რამ წარმოუდგენლად ჩანდა, რომ ასეთი დომინაციის შემდეგ ვინმე შეძლებდა მერაბთან მსგავსის გაკეთებას. სიმართლე გითხრათ, მაგ ბრძოლას მეორედ ვეღარ ვუყურებდი, რადგან მერაბის მაგივრად მეც მტკიოდა, რომ შევაჯამოთ და რეალურად შევხედოთ, თითქმის თანაბარი ბრძოლა იყო. ეს ობიექტური აზრია, უბრალოდ მთელი დარწმუნებული ვიყავით, რომ მერაბი გაანადგურებდა რუს მებრძოლს, რის გამოც თანაბარი ბრძოლა ისე ჩანს, თითქოს განადგურდა მერაბი, თუმცა მან მართლაც უდიდესი ზიანი მიიღო. მებრძოლებმა ბოლოს პატივისცემა გამოხატეს ერთმანეთის მიმართ, ანალოგიურად მოიქცნენ მათი გუნდებიც, მაგრამ პიოტრის განწყობა და დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა ბოლო დროს. მან დაიწყო ქართველი მებრძოლის დაცინვა და დამცირება, რაც ისევ და ისევ მისთვის იქნება ცუდი, რადგან მერაბის გაბრაზება ყველამ ვიცით. ეს ამ კონკრეტულ ბრძოლაშიც კი ვიხილეთ ერთ მომენტში. გაიხსენეთ ის კადრი, სადაც მერაბმა თავის სტილში რუსი მეშოკივით ჩამოიკიდა მხარზე. ეს მოხდა იმის მერე, რაც იანმა მას თეიქდაუნი ჩაუტარა, ანუ აჯობა იმაში, რაშიც მერაბი საუკეთესოა და ზუსტად ამან გააბრაზა ქართველი მანქანა. ამ ეტაპზე პიოტრი ჯაკუზის თემაზე დასცინის მერაბს და საკუთარ X-ის გვერდზე დებს ასეთ სურათს. ასევე გამაღიზიანებელია რუსი გულშემატკივრების დამოკიდებულება კომენტარებში. მათი 80% შეურაცხყოფს მერაბსაც და საქართველოს მთლიანად. არც გავიმეორები მსიბილწე და სიბინძურე კომენტარებს, რეებიც ბოლო დროში შემხვდა. მართლაც რომ საზიზღარი ხალხია, რომლებიც ახლა ზეიმობენ საკუთარი მებრძოლის გამარჯვებას, მაგრამ ყოველთვის ახსოვდეთ, რომ რემატჩი აუცილებლად ჩატარდება და იქ მერაბი სერიოზულად იჩხუბებს. მერაბი ამ ბრძოლაშიც სერიოზულად იყო განწყობილი, მაგრამ არსებობს მომენტები, რაც მას არ ეხება და ამაზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ. აი, ქართველი დამარცხდა და კარგად დააკვირდით რამდენმა ამოყო თავი. უბრალოდ რა ხდება კომენტარებში? ყველაზე მეტად აფხაზი და ოსი ძმებისგანაა საწყენი. შემხვდა ბევრი კომენტარი, სადაც ისინიც კილასგან დარაობენ მერაბზე და აღნიშნავენ პიოტრის გამარჯვებას, თუმცა ბევრი გვერდშიც დაუდგა. ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გამოხატავს პატივისცემას და გვერდში დგომას მერაბის მიმართ, რადგან შიდა სამზარეულო, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, უკეთ იციან. მე მქონდა შეგრძნება, რომ მერაბი UFC-ს დიდად არ მოსწონს და მას ერჩიან, რადგან მეც კი ვხვდები, რომ მერაბი არ არის მაინც და მაინც ის ადამიანი, რომელიც მაგრად გაყიდის ბრძოლას და არ არის დიდად მომხიბვლელი, როგორც მაგალითად ძმები თოფურიები. მათ აქვთ სტილი, მანერები და ისეთ ნაბიჯებს დგავენ კარიერულად, რომ ელიტარული მებრძოლის ყდა და შეფუთვა იდეალურად გამოდის. ეს ყველაფერი ძალიან ცდება მერაბს. ის მეტად უბრალოა. უდაოდ საუკეთესო ჩემპიონი ომიც კი ყოფილა მის წონით კატეგორიაში და ერთ-ერთი საუკეთესო, ვისაც ოქტაგონში ფეხი შეუდგავს, მაგრამ არ აქვს ლამაზი ყდა, რომელსაც ხალხი იყიდეს. სულ მქონდა განცდა, რომ მისი მოშორება უნდათ, რადგან აშკარად ვერავინ ვერ უგებს და მისი მოშორება კიდე შეუძლებელი ჩანს. თუ დააკვირდით ბრძოლის შემდეგ მერაბმა 4-ჯერ ან 5-ჯერ ახსენა, რომ უნდოდა ხალხს სანახაობრივი ბრძოლა შესთავაზოს და თითქოს ამას სინანულით იძახდა. შემდეგ კი ეგრევე დენა უაიტთან მივიდა და რაღაცაზე საუბრობდნენ. თითქოს დენა მას რაღაცას პირდებოდა, ან რაღაცისთვის მადლობელი იყო.
ბრძოლასაც ეტყობოდა, რომ მერაბი მოსაგებად იყო გასული, მაგრამ აშკარად არაკეთებდა იმას, რითიც იგებს ხოლმე ბრძოლებს. ის მართლაც ცდილობდა მოეგო ბრძოლა, ოღონდ იანის წესებით და თითქოს ასრულებდა დენას თხოვნას. გულით უნდოდა გაყიდვადი აქტიური ბრძოლა შემოეთავაზებინა ხალხისთვის. იანი კარგად იცავდა თავს, მინდა რომ სწორად გამიგოთ, მე არ ვცდილობ რუსი მებრძოლის დადაბლებას. ის მართლაც ძალიან კარგად იყო მომზადებული, მაგრამ განცდა მაქვს, რომ ამ კუთხით მერაბი 100%-ით არ დახარჯულა და დარწმუნებული ვარ, რომ რევანშისას ბულდოზერივით გადაუვლის. ახლა კი მივუახლოვდით იმ თემას, რაზეც ვსაუბრობდი. როგორც იცით, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ბევრი სატიტულო ბრძოლის ჩატარება სურს ერთ ღამეში, ერთი დიდი ივენთის ჩატარება. ამისთვის კი UFC-მ დიდი ჩხუბები უნდა შესთავაზოს, რომ ყველაზე გაყიდვადი ივენთი გამოვიდეს. შესაძლოა თოფურია მახაჩევი, ან თოფურია პიმბლეტი, დვალიშვილის და პიოტრ იანის რევანში, რომელიც ამჯერად მეტად საინტერესო იქნება მერაბის ასეთი მარცხის შემდეგ და საკმაოდ გაყიდვადიც იქნება. ასევე ოქტაგონში ბრუნდება კონორ მაკგრეგორი. მოკლედ რომ ვთქვათ, წინ დიდი სანახაობები გველოდება. თეორია კი ამაში მდგომარეობს. UFC-მ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მერაბს ქამარი დაეთმო და რევანში ჩატარებულიყო თეთრ სახლში, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ მთავარია, რომ რევანში გარდაუვალია და პიოტრ იანი აი ასეთივე სახით უნდა დავტოვოთ, ისევე როგორც ყველა რუსი გულშემატკივარი, რომელიც გვაგინებდა და დაგვრცინოდა. ეს მართლაც გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ მინდა მივმართოთ ჩემ მაყურებელს, რომ მათ დონეზე არ დავეცეთ. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები, რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. თავად მერაბმა და პიოტრ იანმაც გააკეთეს კომენტარები რევანშის შესახებ. მანამდე კი გამოიწერე არხი და მოიწონე ვიდეო, რადგან ჩვენი მიზანია ავიდეთ 1500 მოწონებაზე. 2 ღილაკის დაჭერით შეგიძლია შრომა დაგვიფასო. ასევე შეგახსენებთ, რომ ახლო მომავალში გამოვა ვიდეო უდიდეს და გენიალურ ადამიანზე, მაესტრო დიეგო არმანდო მარადონაზე. ეს იქნება მისი ცხოვრების ბიოგრაფია, საიდან დაიწყო და სადამდე მივიდა არგენტინელი ლეგენდა. ვიდეო უკვე ძალიან მაგარი გამოდის და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც მოგეწონებათ. რევანშის თემასთან დაკავშირებით იანის მოსაზრება ყველა საინტერესებდა და დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა, ჩვენთვის შერეული ორთაბრძოლებისა და დვალიშვილის ქართველი გულშემატკივრების რევანშთან დაკავშირებულ შეკითხვას ცოტა არ იყოს და გამაღიზიანებელი პასუხი გასცა. ალბათ ყველამ ნახეთ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვს შორის რამოდენიმე თვის წინ გამართული შეხვედრა და თუ ვინ იქნება ამ ორ შორის ჩემთვის უფრო მეტად დისკომფორტის შემქმნელი, მოდით მათმა რევანშმა გადაწყვიტოს. თუ ვინმეს ეს უსამართლოდ გეჩვენებათ, შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო ქამარი, როდესაც დავკარგე, სატიტულო ბრძოლის მისაღებად 3 შეხვედრის მოგება დამჭირდა. რატომ მიიღო ალექს პერეირამ მარცხის თანავე რემატჩი? ის ვარსკვლავია და ძალიან ბევრი ჩხუბი აქვს მოგებული. ქართველმა მებრძოლმა ქომაგებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აუცილებლად დაიბრუნებს იმას, რაც მას ეკუთვნის. დიდ მადლობას ვუხდი ჩემ ოჯახს, მეგობრებს, ფანებს, თანაგუნდელებსა და ჩემ ქვეყანას, ჩემდამი გამოჩენილი სიყვარულისა და მხარდაჭერის გამო. მოვიგებ თუ წავაგებ, თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდით გახართ და ამისთვის უაღრესად მადლიერი ვარ. ბოდიშს გიხდით, რომ წაგებით იმედი გაგიცრუეთ, მაგრამ გთხოვთ იცოდეთ, რომ 100%-ით უფრო ძლიერი დაუბრუნდები. ომისთვის მზად ვარ და დავიბრუნებ იმას, რაც მე მეკუთვნის. ვინც ჩემსაც უხართ იცოდეთ, რომ თავს კარგად ვგრძნობ, მხოლოდ რამოდენიმე ნაკაწრი დამადეს. ვეცდები ყველა თქვენგანის შეტყობინებას ვუპასუხო, მაგრამ გთხოვთ პირადად არ მიიღოთ თუ არ მოგწერეთ. თქვენი შეტყობინებები მნიშვნელოვანია, უბრალოდ ძალიან ბევრია, თუმცა თითოეულს ვაფასებ. რუსი მებრძოლის კიდევ ერთი ვირთხული გამოვლინება. ორთაბრძოლის შემდეგ იანმა და მერაბმა სოციალურ ქსელში X-ში შეტყობინებები გაცვალეს. თავდაპირველად პიოტრმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ლამაზ ქალბატონებთან ერთად ჯაკუზიში იმყოფება და დვალიშვილს მისთვის სასმელი მიაქვს. მანქანამ მას მსგავსი ფოტოთი უპასუხა. განაცხადა, რომ მათ შორის ანგარიში ერთით-ერთია და საკითხი ის არის 2026 წელს რა მოხდება. 2026 წელს ჩემო მეგობარო შვილები და მეუღლე უნდა გყავდეს. აღნიშნა იანმა, რაზეც დვალიშვილმა თქვა, რომ ძებნა დაწყებული აქვს. ამის შემდეგ პიოტრმა მერაბს სწრაფად გამოჯამთელება უსურვა და მანქანისგან მადლობაც მიიღო. იანის დამოკიდებულებამ სოციალურ ქსელში საქებარი სიტყვები დაიმსახურა. პირადად მეც მომეწონა მისი საქციელი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა და როგორც თავად განაცხადა, პიოტრს პირადად არაფერი დაუწერია. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მას მერაბთან გამართულ მიმოწერაზე კითხეს და იანმა განაცხადა: მერაბთან მიმოწერა? სად? X-ზე? მე არაფერი დამიწერია. ალბათ ჩემმა მენეჯერმა
საიატმა დაწერა და საერთოდ მე და მერაბი მეგობრები ნამდვილად არასდროს ვიქნებით. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ფანებო და მეგობრებო, ამ ადამიანს პიოტრიანს კარგად მოусმინეთ. ნუ რას დროს დაიჯერებთ მის ერთ სიტყვასაც კი? ახლა ხან აღიარა რომ საკუთარ სოციალურ ქსელში თვითონ არ წერდა. აღიარა რომ ჩემთვის X-ზე პირადად მას არ უთქვამს. შევხვდებით მეგობარო, ან სწრაფად გამოჯამთელებას გისურვებ მეგობარო. რა სწრაფად შეიცვალა აზრი. მეგონა რომ 2023 წელს როდესაც დავამარცხე, თავმდაბალი გახდა და მეგობრულად ვექცეოდი. ეს დაივიწყე მათყუ არავ, თამაში იწყება. რო შევაჯამო რუსი გულშემატკივრებისთვის და თავად პიოტრიანისთვის, თქვენთვის ძალიან ცუდი ამბავი მაქვს, რადგან მერაბის გაბრაზება ნამდვილად გამოგივიდა. დარწმუნებული ვარ, რომ რევანში მერაბი მას უბრალოდ გახევს, ორ ნაწილად გააპობს, დაყრის ნაქუცებად აქცევს, სახეს გააძრობს, ათრევს ოქტაგონზე, კბილებს ჩამოუღებს, მოკლედ მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ქამარს საქართველოში დააბრუნებს. ეს ვიდეო კი სამწუხაროდ დასასრულს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, შემიძლია უსასრულოდ გესაუბროთ სხვადასხვა თემებზე, რაც ეხება ქართულ სპორტს და ქართულ სპორტსმენებს, მაგრამ მოდით ეს ყველაფერი კომენტარებში გავაგრძელოთ. ამ ნოტაზე კი დაგემშვიდობებით და იმედია გამომივიდა საინტერესო ან სასარგებლო ვიდეოს გაკეთება, რომლითაც სიამოვნება მიიღეთ. მომავალ შეხვედრამდე და აბა წარმატებები.